წესიერი წილადი ეწოდება წილად, რომლის რიცხვებიც ნაკლებია მისვლის. არაწესიერი წილადი ეწოდება წილად, რომლის რიცხვები მეტი ან ტოლი მისვლის. მეგობრებო, მე პითაგორაზე ადვილად შემოგთავაზებთ არაწესიერი წილადის განმარტება. აი შეხედეთ, ეს არის წილადი. რიცხვები ნაკლებია მისვლებზე, ეს არის წესიერი წილადი. ახლა კი ამოვაბრუნოთ. უი არ წერდება. რიცხვები ნაკლებია მისვლებზე, ეს არის არაწესიერი წილადი. მაინც ვერ გაიგეთ ხომ? მაშინ ყველაფერს შემოგთავაზებთ ბატონი მინისტრის საშუალებით. ბატონო მინისტრო, ხო, მოგზავნით? მინისტრის თავი ძალიან დიდია, ამიტომ ეს არის არაწესიერი წილადი. მაინც ვერ გაიგეთ, მაშინ ყველაფერს მეზობლის საშუალებით შემოგთავაზებთ. ხო? მეზობლის თავი ძალიან ნაზი და პატარა, ამიტომ ეს წესიერი წილადია. მოგიყვებით მეორე დებულებას. საერთო მომრავლის ჭრილებს გარეთ გამოსახულება მარტივდება. პითაგორა, ამას საერთო მომრავლების ჭრილებს გარეთ გატანა კი არა სიდიდრების უჩვენება ქვია. აი შეხედეთ ამ სვერიერ წყვილს, აბესალოს და ეტერი. ამას სიყვარულს სიდიდრები უსწრებს სქელს. აი შეხედეთ სიდიდრების ჭრილებს გარეთ გამოტანა. სიდიდრები მოგზავნით. რაც უდრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენელია. განარჩეს შემოგთავაზებთ ეხლა მოგიყვებით სამკუთხედის უპირველეს შესახებ. სამკუთხედის ორი გვერდი მეტია მესამეგვერდით. ევროპაში მივდივარ, საით წავიდე? ეს გზა ეგრეანია, სწორი გზა, მოიარე, შიფშილობი მივდივარ. მივალ ევროპაში